მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა? მაგარი. მამა ჩემი არის ძალიან მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი საერთოდ ოჯახის და ჩემის მამა ჩემის და ბებია ჩემის ბაბუა ჩემის, მაგრამ აი მამაზე რახან დამის კითხვა, მამა ჩემი არის ალბათ ყველაზე მაგარი ჩემი მეგობარი რა. აი ყველაზე მაგაცია ჩემი რა. რომელთანაც მაქვს ისეთი ძალიან მეგობრული ურთიერთობა და ჩემი მესაიდუმლეც არის, ჩემი მეგობარია როგორც ვახსენე, თანამზრახველია და მისი იმედი მაქვს ძალიან დიდი იმედი მაქვს მისი აი ყველაფერში ცხოვრებაში აი არ არსებობს რამე არ გამეკეთებინოს და მამა ჩემი ჩემს გვერდში არ დამდგარიყოს რა, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ფაქტები, რომ მე არ ვიცი თქვა აი ჩემი შვილის შემთხვევაში მე როგორ მოიქცევი და მოიქცევი თუ არა ისე როგორც მამა ჩემი მოიქცა, იმიტომ რომ მაგალითად ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორე კურსზე დაახურე, მესამეზე გადავდიოდი და დედაჩემმა და მამაჩემმა რაღაცა სამსახური მიშოვეს ბანკში, არ ვიტყვი რეკლამას. მაშინ იწყებოდა ეს აი 2004 წელი იყო და იწყებოდა მაშინ ეს სესხები და რაღაც ისეთი ამბები და ნუ ეს სიტყვით დავიწყე მუშაობა და არ მივედი რომ მე მსახიობობა უნდა გადავწყვიტე და მსახიობი უნდა გამოვიდე თქო და ნუ გავიდან კი გაუკვირდათ ჩემებს, მაგრამ მაგაში მითხრეს რომ კარგიო, მე წავედი თეატრალურში და მოხვდი ფასიანზე და უკვე დიდი ვიყავით, ან 19-20 წლის ვიყავით თეატრალურში ჩავაბარე და მოხვდი ფასიანზე და მამა ჩემი რომელიც იმის იმედი ქონდა რომ მე ოჯახს დავეხმარებოდი და ვიმუშავებდი და რაღაცა ჩემი ფული მექნებოდა, აღმოჩნდა რომ კიდე 4 წელი იმის გარდა რომ ყოველდღიური ფული უნდა მოეცა, სწავლის ფულიც უნდა გადაეხადა, მაგრამ მაგაზეც თქვა რომ თავარია შენ გინდოდეს. მე უკვე მგზავრების რო წამოვიდა, პირველი ალბომის ფული მამა ჩემმა მოგცა. და ანუ ეს მარტო ფულზე არ არის რა. ეხა ისე გამოვიდა რომ თითქოს მარტო ფულზე არ. ეს უბრალოდ არის იმაზე რომ მამა ჩემი ყოველ ჩემს რაღაც წამოწყებაში რა რითაც შეეძლო და როგორაც შეეძლო, სულ იყო ჩართული რა. რა მაგარია მამის ასეთი იმედირობა.